პირველი მსხვილი ინდური ინვესტიცია მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს კორპორაცია ტატა გრუპი აჭარაში დაგეგმილ მშენებლობაში ერთვება. მდინარე აჭარის წყალზე 4 ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს. ინდოელი ბიზნესმენები პროექტში 700 მილიონიან ინვესტიციას ჩადებენ. ცნობილია ობიექტის ამოქმედების თარიღიც. პირველ ენერგეტიკულ სიმძლავრეს ქვეყანა 3 წელიწადში მიიღებს. ინდურ-ნორვეგიული კაპიტალი აჭარის წყლის ჰიდროპოტენციალს მალე ენერგიად აქცევს. შუახევში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა აპრილში დაიწყება. ეს არის პირველი პროექტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტს მოყვება ძალიან ბევრი საინტერესო ინვესტიცია მათი მხრიდან. სხვადასხვა კუთხით, არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ სხვადასხვა მიმართულებით. 400 მეგავატიანი ენერგეტიკული კომპლექსიდან შუახევში პირველია, რომელიც 3 წელიწადში აქ ამ ადგილზე ერთობლივი საინვესტიციო პროექტის შედეგად აშენდება. 185 მეგავატის სიმძლავრის ნაგებობამ ზამთრის 3 თვის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგეტიკული დეფიციტი უნდა დაფაროს. წლის დარჩენილი დროის მანძილზე კი აჭარის წყლით გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთისკენ წავა. იქ სადაც მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ყველა საჭირო ასპექტის გაცნობის შემდეგ ტატა პაუერის დელეგაცია საქართველოს კმაყოფილი ტოვებს. ინვესტორი საკუთარ არჩევანში დარწმუნებულია. ის რასაც ინვესტორი უსაფრთხო საქმიანობისათვის ეძებს გამჭირვალობა და მკაფიო სახელმწიფო რეგულაცია. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ მხრივ საქართველოში ეს ყველაფერი კარგადაა მოწყობილი. რეგულაციები და პოლიტიკური სისტემა თქვენ ქვეყანაში საკმაოდ მოქნელია და ამავდროულად სტაბილური. ჩვენთვის საქართველოს ხელსაყრელი დანიშნულება აქვს და კარგ შესაძლებლობებს ხვაძლევს. ტატა პაუერის პარტნიორი Clean Energy, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს, ეკოლოგიური რისკების განეიტრალების ვალდებულებას იღებს. გარემოს დაცვის ხარისხი ნორვეგიული სტანდარტის იქნება. ბუნებისა და ადამიანის ფაქტორი ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. ის ხელშეუხებელი მცნებაა, რომელსაც ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონეს. ჩვენთვის ეს დაუწერელი პრინციპია, რომელსაც ნორვეგია როგორც ჰიდროელექტროენერგეტიკული რესურსის უმდიდრესი ქვეყანა მკაცრად იცავს. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით დიდი ჰიდროსადგურის მშენებლობას მაღალმთიან აჭარაში სამოქალაქო დაპირისპირება არ შეხვედრია. შუახევში ენერგეტიკულ პროექტს მინდა სოციალური დატვირთვა აქვს. ასობით მცხოვრები იქ სამუშაო ადგილს ელის. ინვესტორთან ეკონომიკური შეხება კი მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც ჰესის მშენებლობის გამო საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწევს. ისინი კომპენსაციებს მიიღებენ. მე ახლა ასაკიანი ვარ, სამუშაოს არ ვეთხოვ, მაგრამ ახალგაზრდები და საქმე და ასწავლიან სპეციალობა ძალიან კარგია და მისასალმებელია. წინააღმდეგობები ნახდათ არ არის, შვენიერ განწყობაზეა მოსახლეობა, დასაქმდება ბევრი ხალხი და ეს ძალიან კეთილი საქმეა. ის ნაწილი, რომელსაც იყენებს მოსახლეობა, სარგებლობს ახალსათესი მიწები მაქვს ხედელობაში, იმას აუცილებლად დაურეგისტრირებთ და კომპანია, ინვესტორი გადაუხდის მას კომპენსაციას. უკვე ცნობილია ჰიდროსადგურის გახსნის ზუსტი თარიღი. ენერგოსისტემა შუახევ ხესის ენერგიის პირველ ნაკადს 2016 წლის 4 აპრილს მიიღებს.